პირველი ნაძვისხე ქვეყანაში, როგორც აღმოჩნდა ლონდონის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოიპოვება ფოტო, რომელიც არის 1900 წელს გადაღებული. ეს ფოტო არის, ეს არის გადაღებული სოხუმში გადაღებული ფოტოა, კუპერების ოჯახში 1900 წელს და როგორც ვიცით, ეს არის პირველი ნაძვისხე, რომელიც ჩდება საქართველოში და როგორც ხედავთ, არის მოწყობილი შანდლებით და სხვადასხვა ქვეყნის დროშებით. ნუ კუპერებს რაც შეეხებათ, ესენი იყვნენ გერმანელი კოლონისტები. ჩვენ თუ გვახსოვს, რომ ერთი თემა მიუძღვენით საერთოდ გერმანელი კოლონისტების ისტორია საქართველოში 1817 წლიდან ჩდება ქვეყანაში გერმანული დასახლებები და ერთ-ერთი ასეთი დასახლება იყო სოხუმში და სწორედ გერმანელმა კუპერებმა თავისი გერმანული ტრადიციის გათვალისწინებით მოვრთეს ეს ნაძვისხე, რომელიც შემდეგ ძალიან აიტაცა ქვეყანაში პრივილეგირებულმა ფენამ. ეხლა რა შუაშია მაგალითად სხვადასხვა ქვეყნის დროშები. კუპერები ეპატიჟებოდნენ სოხუმში მცხოვრებ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს და მათი დროშების გამოსახვით ახალ წელს ულოცავდნენ და საუკეთესო სურვილებს უსურვებდნენ. რაც შეეხება თბილისში შემდეგ ამ პრივილეგირებულ ფენას, რაც შეეხება პირველი ნაძვისხე თბილისში, ანუ პირველი ფოტო რაც გვაქვს, ეს არის 1913 წელს გადაღებული ფოტო. მოყვარული, ეს არის უკვე თბილისის ფოტო, ეს არის გერონტი ქიქოძის 9 ნომერში გადაღებული სახლში, უბრალოდ სახლის მეპატრონე მხოლოდ ინიციალები ვიცით, МТ ესეთი, მაგრამ ეს სახლი დღემდე დგას ქიქოძის 9 ნომერში, სახლის მფლობელი, ანუ ვისი აშენებულიც არის ეს სახლი. ამის შესახებ რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცნობილი სახლია თბილისის, მაგრამ თვითონ ფოტო გადაიღო სამხედრო პირმა, ვინმე გიგლო ყარალაშვილმა, რომელიც იყო ფოტოგრაფიით დაინტერესებული და ჩანს, რომ სახლიც ფეშენებელურია, თვითონ ახალი წელიც ფეშენებელურია და ნაძვისხე წელია ცოტა რთული დასაჭერებელია. 1913 წელია. 1900 შესაძლოა თბილისში უფრო ადრეც ყოფილიყო ნაძვისხე, მაგრამ ბოლო ფოტო, ყველაზე ძველი ფოტო პრაქტიკულად ეს არის. შემდეგ ანუ მოგვიანებით ახალ წელს რაც შეეხება ხან დაშვებული იყო ნაძვისხე, ხან აკრძალული იყო. მაგალითად, 1915 წლისთვის საბჭოთა არ იყო მაშინ მეფის რუსეთის პრესაში ძალიან უარყოფით შუქში იყო ნაძვისხე წარმოჩენილი. მერე უკვე ლენინი ჩადგა ნაძვისხის გარშემო ბავშვებს შორის და ისევ შეიცვალა მაშინ საზოგადოებამ დამოკიდებულება ნაძვისხე. თუმცა 1927 წელს მაგალითად სტალინმა აკრძალა ნაძვისხე და მთელი 10 წლის განმავლობაში ნაძვისხის დადგმა უკვე მთელი მასშტაბით აკრძალული იყო და 1937 წლისთვის უკვე ისევ მოხდა ნაძვისხის დაბრუნება, ოღონდ არა როგორც საშობაო ატრიბუტი, არამედ ახალი წლის ატრიბუტი. მოგეხსენებათ, მარტინ ლუთერს უკავშირებენ ნაძვისხის შემოტანას და მან აი საშობაოდ უბრალოდ ნაძვი მორთო სანთლებით და მერე დაიწყო უკვე აი ამ ქრისტიანული ელემენტების დაკავშირება აი ამ ნაძვისხესთან. და მაშინაც აი 1927 წელს როცა უკვე დაბრუნდა ამ საზოგადოების რეალობაში ნაძვისხე, დადგა აი დილემა გაჩნდა, რომ რა სათამაშო უნდა დაეკიდათ, ანუ როგორი რით უნდა მოერთოთ ეს ნაძვისხე და იყო მაგალითად პარტიული ბელადების სურათებით იყო მორთული, ზოგს აი SSRK სათამაშოები იყო და იყო სათამაშოები, რომელსაც სტალინის სურათი ამშვენებდა. და აი იმ პერიოდში ჩნდება ეგრეთ წოდებული დედმაროზი, რომელიც ძალიან პოპულარული გახდა მთელი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მასშტაბით, ოღონდ სხვა ქვეყანაში აი სხვადასხვა ფორმა შეიძინა ჩვენთან თოვლისბაბუა უშგულში დავასახლეთ, იქიდან ჩამოვიდა და ასე შემდეგ. და უშუალოდ რაც შეეხება სათამაშოებს, ახალი წლის სათამაშოებს, ერთი ფოტო არსებობს, ჯორჯ კობი, შეიძლება ვიცით ყველამ, გრიგოლ კობახიძე, აი ეს პიროვნება, რომელსაც უკავშირდება პირველი სათამაშოები, მინის მეწარმე, შეიძლება ასე დავარქვათ, ეს ამერიკაში ცხოვრები ძალიან წარმატებული ბიზნესმენი,
რომელიც იყო 70-მდე უნიკალური პატენტის ავტორი, ამბროლაურიდან წასული გლეხის შვილი. ანუ გამოდის, რომ ეს სათამაშო ბურთს ახალწლო ბურთები ქართველმა შესთავაზა მსოფლიოს და დღემდე როგორი აქტუალურია და საერთოდ ამ პიროვნებაზე და კიდე სხვა წარმატებულ ქართველებზე, რომლებსაც უცხოეთ ჩანოს საოცრებები აქვს ჩადენილი, ეს ერთი გადაცემაა და არაერთი ვისაუბროთ მომავალში. და ერთი პატარა ამბით მინდა დავასრულო ჩემი დღევანდელი ჩართვა 1918 წელს როგორ აღნიშნა თბილისმა ახალი წელი. ეს თქმული გადმოცემებია, შეიძლება არ არის რეალური ეს ისტორია, მაგრამ აი ძალიან ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ამაზე. 1918 წელს თბილისში ახალი წლის შემოსვლა 15 წუთით გვიანი ზეიმეს. ამის მიზეზი იყო ის, რომ როდესაც დაიწყო ათვლა ბოლო 5 წუთის სამხედრო პირმა, ძალიან ცნობილმა სამხედრო ოფიცერმა, ეს იყო ევგენი აფხაზავა, მესაათე სთხოვა 15 წუთით საათის გაჩერება. მიზეზი იყო სათფოსთვის მიცემული პირობა, ეს არის ევგენი აფხაზავა. მას შეპირდა, რომ ახალ წელს მასთან ერთად შეხვდებოდა და დავალებაზე წასული ოფიცერი დროზე ვერ გამოცხადდა სათფოს სახლთან და მესაათე მას შეუსრულა ეს პირობა და თბილის ახალი წლის შემოსვლა 15 წუთით გვიან გააგებინა. მაშინ მოგეხსენებათ საათები, თუნდაც ეს მაჯის საათი, ესეთი საყოველთაო გამოყენების საგანი არ იყო. ამ ამბავს გაგრძელება ის აქვს, რომ ზოგადად ეს ევგენი აფხაზავა 1917 წელს ჩამოვიდა რევოლუციის შემდეგ და ეს იყო ავსტრია-უნგრეთის ფრონტის მონაწილე, ძალიან ტიტულოვანი სამხედრო პირი და აქ შეუერთდა ეროვნულ გვარდიას. და იყო ჯავშნიანი მატარებლების, აი ხელმძღვანელობდა ამ ჯავშნიან მატარებელს და სამწუხარო ის არის, რომ მან მიიღო დავალება ეს რუსული გვარდია განეიარაღებინა კახეთის ტერიტორიისკენ და 1918 წლის 9 იანვარს აი შეტაკების დროს გარდაიცვალა. და სწორედ ეს მისი გმირობა და შესაძლოა თავდადება გახდა საფუძველი, რომ ამ ქალაქის მთავარ საათს დაუკავშირდა ეს ისტორია და დღემდე ჩვენ ყვებით. ძალიან კარგი და თქვენ თქვით აღნიშნეთ ამ ისტორიის თხრობისას, რომ